Abu, იცი რა მინდა მოგიყვე? აბურე. ეხლა აქ ჩვენ რატო ჩამოვიდით, იცი? მე ხო ვარ შენი ბაბუ. აი, ესე ყავდა მეც ბაბუ. რომელიც ცხოვრობდა აქ. ზუგდიდში და აი მე რო შეხელა ვიყავი, იმის შემდეგ მე ის აღარ ვინახე. ეხლა გადავწყვიტე ჩვენთან ერთად შენი დახმარებით რომ აქ შევიძინო რაღაცა სახლი რომ ჩამოვიდე და აი ის ფესვები ის ძველი რაც მე მქონდა ის რო გავიქცო და მერე ბაბო მეც რო არ ვიქნები მერე ჩამოხვალ შენ და შენ გამიხსენებ მე შეხვალ იმ სახლს გააღებ და იტყვი რომ ეს აქ იყო ჩემი კარგი ბაბუ ამიტომ ჩამოგიყვანე შენ მარტო იმიტომ წამოგიყვანე ხა მე და შენ გავაკეთებთ ახლა ყველაფერს ვიყიდით სახლს გავაკეთებთ იმას გავარემონტებთ ეზოს მოვაწყოთ ყველაფერს ვიზამ გამარჯობა. ვინის თაობაზე რო გესაუბრებ? კი, დავძენე. როგორც გითხარით, შენდება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი. კომპანიას აქვს 10 წლიანი გამოცდილება. არა ვიცი. ფლობი ინფორმაციას. პროექტის 70% უკვე აშენებულია. როგორც ხედავთ, პროექტი მდებარეობს რეკრეაციულ ზონასთან გამწვანებულ გარემოში. ცენტრში საჭირო დაწესებულებასთან ახლოს. ეს არის ბაღი, მოლი, სკოლა თუ სხვა. მსგავს წინადადებას არ ველოდი. რაც მთავარია, გადახდის პირობები კლიენტზე მორგებულია. და სიმართლე გითხრათ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა მომხმარებლისთვის. ვითანამშრომლებთ. დარწმუნებული ვარ, ზედა სართული გამოვა, ხო? არა იცით? ერთი წუთით. ზედა. კიტრი მომაწოდეთ. აინებეთ შეფ. ეს დებში წაიღონ. ხათამი არ გადახურდეს. არის შეფ. შემდეგი მაგიდა ძროხის ხორცი. დიახ შეფ. მიაქციეთ ყურადღება შემწვარი მწყერი. ახლავე შეფ. საშუალოდ მოხარშული ხორციც აგრეთვე. გასაგებია. მეშვიდე მაგიდა ერთი ცეზარი, ერთი ნაკეცი. ვიწყებთ შეფ. ნათქვამი არ მქონდა, ისე უნდა დაიწყო. რთული საღამოა. დიახ, გასაგებია. იმედი მაქვს. დიდი იმედი. შეფ, აინახეთ. აჩვენე. კარგი. ოჩო. მაწამს რა ამ სტაფთან მუშაობა. მაგრები ხართ. მაგრები. შეიძლება ითქვას, რომ სტაფი შედგა. ეს კიდე ახალი დააგეროვნე დაბა.
ცოტა სიტყვას უნდა დაბალანსო. ცოტა. მივხედავთ რა პრობლემა. ხო რა შეიძლება მაგ დააბალანსოთ, მაგრამ ყველაზე გაყიდვადი მაინც ფერადია, ხო? დიახ, ფერადი რჩება როგორც თამბო. ძირითადად ალბალი, აიმი, მოცვი და ჟოლა. იცი რა, როდესაც მე ახალგაზრდა შეფი ვიყავი. ყველა მეუბნებოდა, რომ ყველაზე უკეთესი ხარ. ყველაზე ძლიერი. მე ძალიან კარგად მახსოვს. ასე ამბობ, იდეალურიც კი, ასე ამბობ. მახსოვს, როგორ არ მახსოვს? ეს რომ დამეჯერებინა, რამეს შევქმნიდი, რამეს გავაკეთებდი. მერე აი ეს არის ყოველთვის უნდა წახვიდე წინ. ეხლა სხვა დროა შვილო. დაიგე რა? სხვა ვითარება, სხვა ხალხი, სხვა გარემო. თავი და ის დრო. სხვა შემთხვევაში ყველაფერს გააბუჭებდა. ახალ საქმიდან. რაღაცა მაგაში ეჭვმეპარება. მე არა, როდესაც სამზარეულოში შემოდიხარ და გხვდება მაღალი რანგის შეფი, თავის ადგილს უნდა დააყენო. იმ წუთში ეს ჩემი სამზარეულოა, ჩემი მოედანი. ბიჭო, ვიცი რომ შენი მოედანია. არავინ არ გართმევს მაგ მოედანს და მე ვიტუმეტეს. ესენი ყველა არიან ჩემი ხელქვეითები და ჩემი მზარეულები და ჩემ ბრძანებას ასრულებენ. არ შეასრულებენ და მაგათი აჯობებს. მე გიხვდები ძალიან თხო რა. შენ ვერ ხვდები რა ხდება ჩვენს თავს. ხვდები ბატონო, ხვდები, აბა არ ხვდები. და ისიც მიხვდება და დააყენებს მე ერთ ადგილს. აი ამიტომაც ვარ ახლა აქ და ამდენს გელაპარაკები. ცდები, აი მაგაში. ცდები. გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ? Здравствуйте, доброго вам дня. ესე იგი, ჩვენ გვინდა წვნიანებიდან ჩვენ რა გვაქვს? წვნიანებიდან ჩვენ შემიძლია შემოთავაზოთ ჩაქაფული, სუფხარჩო, ხაშლამა წვენში, სოკოს ბული, სოკოს წვენი და გასპაჩო და ქათმის ბულიონი. კი ბატონო. ეზოექცი შეკვეთა შემოვიდა, სუფხარჩო დაიწყეთ. დილამშვიდობის ხალხო, მოგესალმებით. შეფ, ხუთი და გავიწყდათ. მოგუებო დილამშვიდობის. კარგია. მომალში რა გვაქვს? წიწილები ხო არის უკვე გამზადებული? აბა ცომები, აკრა ცომები. აბა, მიხედეთ. არხუნა ბლომად. არხუნა ბლომად, ხალხნო. მოვიდა, სუნი მოვიდა ხაშლამის. არგია. თქვენი შეკვეთაც მოვიდა. ძალიან კარგი.
გამოთ ღმერთმა. ხაშლამა ვის მოგართვათ? თქვენი ხაშლამა და სოფხარჭო. ეს რა თქმა უნდა თქვენი იქნება. კიტრი პომიდორი ნიგზით, მინებეთ. გაცხელებული ჩვენი შოთი. ესეც კაპუჩინო. გამოთ ღმერთმა, გებრილად მიერთვით. გოგოებო, დაიღალეთ ხო? დრო არის უკვე ვიკეტები და აბა თქვენიც. აბა დილამდე აიხარეთ, მადლობა. ხახნო 11 ხდება. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, ძალიან ბევრი შეკვეთა იყო და ყოჩახ თქვენ გენაცვალეთ, გაიხარეთ, მადლობა. აბა გემშვიდობები და ხვალ დილიდან ისევ შეუდგეთ უნდა საქმეს. ვიღაცა მოგცვა ლობიო შეკვეთა. ამ შაღამეზე ლობიო ის მომუნდა. აღარ შემიძლია გოგოები გაუშვი და აიმე ლობიო კი არა მაგის თავი გასკა. კარგად ზანდებოდი. გაიხარეთ. ახერი კარგად. შევიდე რომ სახლში ხარო, მაგრამ მაინც გადარბენა, გადმორბენა აქეთ გავშვები. მადლობა. მადლობა. გამარჯობა. მადლობა კარგად. არა, მენიუ არ მინდა. შორენა თუ არის, შორენას დამიძახეთ. გამარჯობა, ნონა როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? ვიცი რას ვიზამ? არ იცვლები მოკლედ. მადლობა, დიდი მადლობა დავბრძანდით. მადლობთ, თქვენ როგორ ბრძანდებით? მოკლედ რა გოგო ხარ რა გოგო? ნუ როგორ ვიქნები ჩემი დის სესილის გადამკიდე, ისევ ბობოქრობს, ისევ ისეთია. როგორიც გინახავს ისეთია. მოკლედ ძალიან გამიხარდა ჩემი სიძე რო შენთან არის და რა ვიცი, ეგებ რაღაცას ეწიოს. კარგი ადამიანია. კარგი ადამიანია ძალიან. კი, ძალიან გამიხარდა რომ მოგწონს. იმედია, აქაც არ გააფუჭებს საქმეს, ხო იცი, ის გამოთაც წამოვიდა იქიდან. ვიცი, ყველაფერი ვიცი. ბე მოდი. ვაიმე, ეს რამხელა გაიზარდა, როგორ ხარ? კარგად, როგორ წოდებს? კარგად. მოდი ჩვენთან დაჯიქი. მერთმა გაგიზარდოს. მადლობა, დიდი მადლობა. რა ლამაზი გოგო გავიზარდეთ. ეხლა რამდენის ხარ? რვის. რვის ხარ? უფრო დიდი მეგონა. ძალიან ლამაზი გოგო ხარ და მინდა წარმატებები გქონდეს სულ. როგორი ლამაზი? მოკლედ იყვნენ გოგოები, რას მიერთმევთო, მაგრამ შენ ხო იცი, მე რა უნდა გავსინჯო ეხლა აქ? ჩემი სირაბაში. აუცილებლად. ეხლა ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი სირაბაში რო არ გავსინჯო, ისე აქედან არ წავიდე. აუცილებლად. ძალიან. კარგად ყვეთ. მოკლედ აბა შენიცი ყურადღება მიაქცი. ხო, იმ ინვესტები სამსახურიდან ყველანაირად. გაგირეკავთო უთხრეს, არაფერი არ დაურეკია. სესილიც გესტუმრება გენაცვალე. ის ხო იცი სიძეები როგორ უყვარს? დებს გასწირავს და სიძეებს გვერდზე არ გადასწევს. ძალიან გაუხარდა რომ შენთან მოვიდა სამუშაოდ. ძალიან კარგი.
აბა, 2 პორცია სირაბაჟი. მე-7 ბაგიდა. დამიტრიალდით. ცოცხლად ქარო ვიცით ისე. შემოგევლეთ. აბა შენიცი. მეტი მიეცი. მეტი ხო, კაი. მე მგონია საჯობს. არა, საკმარია. პილპილი. არა. ეგრე არ, ნიორი ჩვენი. ხო, აუცილებელია. ხო იცი როგორი ხალხი ყავს დოს. პილპილიანი უყვარს. თუმცა ყველას აქვს კარგი მანდა. კი, გამერი. ზომიერი, კარგი ხარ. აბა? ჩვენ გვიყვარს ბევრი პილპილი. მშვენიერი. იგი რამდენი უნდა ბევრი? ნახევარი მიეცი. ნახევარი. კი ბატონო. თუ გინდა რა ვქნათ იცი? ჩააყარე ბოლომდე. ბოლომდე? მიდი. მისცემს არომატს. ორ ხელი გაგო, რა ხელი გაგო. აბა, კარგად ამაურია შენებურად. ძმარი მიეცი? იცი საქმე რა ვქნათ მე. ესეც? აბა ჰე. ხო, რა მარჯვე ხარ, გოგო, რა მარჯვე. დადე, ნუ გენანება, დადე. რა მენანება. ცოტა რა ქენი, მე ფორმა მიეცი გეხვეწები. ტორტის ხო? დიახ. კი ბატონო. აჰა, არა, არის ხელმანულის ნიმუში? არის. გელობა. მოყარება ცოტა გამილამაზეზე მას. გელობა. შენს პირადში რა ხდება ისევ ის? რა ვიცი, ყველაფერი ძველებურად ვშრომობ დღე და ხარ. დღე და ხარ. როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის. რა ვქნათ, ესეა ცხოვრება. კი, ნამდვილად. მჭადები ნეშოთი. მოკლედ რა. ეს არის ჩვენი საფირმო სირაბაჟი. ვიცი, ეგრო ვიცი. ვიზუალი აქვს. კი. გემოები მე ვნახავ. ესე იგი, ჩემს მეუღლეს ვთხარი, სანამ წამოვიდოდით, აი დღეს არაფერს არ ჭამ, მივალთ მეთქი შორინასთან და ეს უნდა გავსინჯოთ მეთქი. აბა ნახეთ. აბა ნახოთ, როგორია. შენც ხო გიყვარს პაც? ნაკლებად ბავშვებს თო ეგეთი რაღაცები ნაკლებად გიყვარს. ოქროს თქვენს მიირთვით. მოდი საყვარელო, გადმოგიღო. მოწრები. შენ გაგიმარჯოს. რო არ გავაგემოვნო, მოვკვდები. მოლაპიც დავისხათ. ეს ჩვენი საფირმო ლიმონადია, შატოს ლიმონადი. ესეც მიირთვით გასინჯეთ. სასწაულია. მე ხო გითხარი სასწაულს გაგასინჯებ. გამარჯობათ გოგოებო. როგორ ხართ? ძალიან მიხარია რომ გხედავთ კიდევ ჩვენთან. ძალიან ხშირად მოვწანდით. გამარჯობა ჩემო საყვარელო, როგორ ხარ? როგორ გძანდებით? მე ვიცისა. ხშირად მინდა თქვენისთანა სტუმრების ნახვა. კოცნით გოგოებო. აქ რა ხდება? რა ხდება აქ? რა არის? რისთვის ხართ აქ? საჭიროოთ მოხედით? გაგიშდით თქვენ? შეეთხრიეთ ეხა ჩხარად ყველაფერი გაამწადეთ. რას მიყურებ გოგო? ნუ გამაგიჟეთ. გადით ეხლა აქედან ხარა. უკაცრავად ამასალები. კი ბატონო. დიდი მადლობა. რამეს ხომ აინებებთ კიდევ? ცოტა ხანი დაჭექი.
იცით, მეკრძალება მე აქ კლიენტებთან დაждდამ. 2 წუთი დაჭექი საქმე მაქვს და მენეჯერთან მე მოვაგვარებ. კარგი. გისმენთ? მე ნინის დედა ვარ. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. პატარა საქმე მაქვს შენთან. თქვენს ურთიერთობას ეხება. გასაგებია. ანუ ჩემი და ნინის ურთიერთობას, არა? სწორად გაიგე. ეგრეა. გისმენთ? ჩემი შვილი ჯერ ძალიან პატარაა. ვერა ცნობიერებს რა ხდება მის თავს. აი სამაგიეროდ კი. მე დიდი ვარ. ბევრი მინახავს. ერთი წუთი ამით რისი თქმა გინდა? სწორად გამიგე. მე სულ სხვა მომავალი მინდა ჩემი ნინისთვის. გამარჯობა, შენ ხომ გითხრეს რომ შენი ნახვა მინდოდა? რა გინდა აქ? გავიგე რომ აქ იყავი. მერე? მოვედი რომ მენახე. რატო შეწუხდი? შენ ხომ ჩემი შვილი ხარ? შვილი? ხო. რას ლაპარაკობ? არ უნდა მენახე, უნდა გამეგო როგორ ხარ, რა შევი, რა სჭამ, რა სვამ. გმადლობ. ძალიან კარგი. არგენა გვერდით გედგა? შეგეძლო აქ არ გემოშევა და უკეთეს ცხოვრება გექნებოდა. მე მარიონეტი არ ვარ. შენ ყავს შენი საყვარელი შვილები, რომლებსაც მარიონეტად აქცევ. 18-ჯერ გითხარი, ხო? მაგრამ მაინც ვერ შეისმინე, არაფერი შენგან არ გამოვა. თუმცა იქნებ კაცრად ჟღერს ჩემი ეს სიტყვები, მაგრამ მიყვარხარ მა. მე შენი მარიონეტი არ გავხდები. შენ ისეთი უნდა იყო, როგორც ჯერ ერთი შენ თავს და მე რომ შემეფერება. აი ესეთი უნდა იყო. არ დაფიქრებულ ხარ ამაზე? გთხოვ, წადი. ერქ, მე დავამთავარ. მადლობა. რა ხდება, მა? მამა ჩემი. მერე? რა? აქ იყო მოსული. ვიცი, დაგინახეთ. როგორც ყოველთვის. და რას აპირებში? მე რას ვაპირებ? მე რას ვაპირებ თუ ის რას აპირებს? არა, ხა იგრო არაფერს არ დააპირებს, ეგ მეც ვიცი. ხო და თუ არც დააპირებს რა შემეშოს, არ მაინტერესებს საერთოდ. ასეც ნოიტყვე. ვერ გავაგებინე რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ისევე როგორც მაგას. დამიჯერე რომ ეს არც ისე მარტივია. ხო შეიძლება რა ოდნავ მაინც წეს ჩემს ცხოვრებას პატივი. აი როგორც მე ვცე მისას. რატო არის ადამიანისთვის ესეთი რთული გასაგები ღმერთო ჩემო. ხა შენთვის შეიძლება ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, მაგრამ მისთვის არ არის ასე. მას სხვანაირად ესმის ეს ყველაფერი და მოკალი ახლა. ხო აი ზუსტად მანდ ვარ მეც. გამარჯობა, ქალბატონო სესილი. Buongiorno. რა ხდება ჩემს რესტორანში? ნუ იგითხავთ. ის გომბიო აგვარებს თუ არა საქმეებს? მაგ თემაზე არ ვიცი რა გითხრათ, ძალიან ცუდად არის ყველაფერი. მე არასდროს არ ვენდობოდი მაგას. ვიცოდი რომ სტაფს ვერ დაამაგრებ და ვერასოდეს. მაგრამ ჩემ კრეტინდებსაც უნდოდათ და მხარი დაუჭირეს მათ კანდიდატურას. რა გითხრა რომ სიტუაციას აკონტროლებს? არა ამას. არის ერთი აყალმაყალი ქაოსი. საგიჟეთია პირდაპირ. ვიცი რომ სტაფში სრული საგიჟეთია. ალბათ უკვე გაიგებდით ჩემს ინციდენტს ახალმოყვანილ მზარეულთან. ეგეც გავიგე. თქვენ ჩხუბზეც ვიცი ყველაფერი. მე მაქსიმალურად თავი შევიკავე, რომ ბოლომდე არ გამოსულიყავ მდგომარეობიდან და არ მესროლა პირდაპირ მე-12 სართულიდან. საქმე რა შეეწი? ესენი ან არ არიან პროფესიონალები, ან კიდევ შეგნებულად აკეთებენ იმას, რომ სტუმრებს დაუგვიანონ
თქვა შეკვეთა. როგორ შეიძლება ყოველთვის ერთ და იგივე პრობლემა იყოს, როგორ შეიძლება ყოველთვის უყენებდნენ კერძ სტუმარს, აი როგორ შეიძლება მასე. რა ვიცი აბა ახლა შენ გააგრძელი ჩვეულებრივად და თუ საჭირო გახდა ყველას მოვაძრო. გამარჯობათ. გამარჯობათ. ეს ჩემი გაფუჭებული ჭხილების ამბავია. არგინდა ეხლა რა თავის მოკატუნება არგინდა პირდაპირ მიციანზე ლაპარაკობთ ცირას კეთური აი საერთოდ არ მინტერესებს ვინდა გიქირავო მაგრამ კრეცი რომ არაფერი გამომართ რა სიცოცხლე რა თვალთვალი რა დაქირავება იცი რა თავს კარგად იკანტო მარკინდა რა მაგრამ ჩემთან არაფერი დამოკივა რას ამბობ გალბატონო კარგით რა შენი რა თიცი რასაც ვამბობ ცდებით აი ძალიან ცდებით მივხვდი ჩემაკნა გამოსანა მაგრამ აი არც ერთი და არაფერი მასეთი არ არის. გასაგებია მაშინ ჩემო კონკურენტებმა კრებულო. გალბატონო. მსგავსი არაფერი არ ხდება და რატომ? აბა? რა? არა. არაფერი? არაფერი საერთოდ. საერთოდ არაფერი? მსგავსი არაფერი. იცი რა, მე ხლა ზავა. გავაგრძელებ, მაგრამ ჩვენ ამ თემას კიდევ დავუბრუნდები. ხო არა გავუშვი 4-ვე და დაბრუნდება როგორ ხარ საყვარელო არა მიშავს როგორც ყოველთვის კი კარგი არ ცალი ეხა საქმე მაქვს კარგი ეხტება არაფერი? არაფერი? დაწმუნებული ხარ? ვერ გავიგე იცით? რა ვერ გავიგე? თელი დღე ზიხარ
მაგვირდები, მიყურებ, თვალს არ მაცილებ და არაფერი, მოვჭით. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა? რას ნიშნავს, როგორ შეიძლება თქვენ ლამასკალს არ უყურო და არ დააკვირდე? და ისე რა, მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ მაღალია თუ ჩემ დაუნებურად შესაძლოა. კიდევ ერთხელ გიხდით ფოტოს. ფოტოში მიღებული. მოდი. ისმენთ. დიახ. რა? ჩემი შვილი? რა? მეც რომ განყოფილებაში. სადა? კარგი გასაგებია. კი ბატონო, გასაგებია. კი, ეხლავე ადვოკატსაც მოვიყვან და მეც ბავშვს მანამდე არაფერი არ ვქნა. ბავშვს არ შეეხონ. ბავშვს ხელი არ დააკარონ და ეხლავე მოვალ. კი ადვოკატთან ერთად. ადვოკატთან ერთად მოვალ. ბავშვს არ შეეხოთ. გოგო მომისმინე. რა ყლებობაში გაერია ეს? როგორ ეხლა დამირეკეს ხო? და შენ არაფერი იცი? კი ეხლა დამირეკეს. რა? თქვენ ნორმალურები ხართ? მე რატო არ ვიცოდი ეს ყველაფერი? მე რატო არ ვიცოდი ეს? კარგი, ახლა მე გავარკვე ყველაფერი. დედას მოგიტყნავ თქვენ. კარგი, არ მინდა ახლა შენი ისტერიკები კიდე აქ. არ მინდა შენი ისტერიკები.